ახალი რო ცალსახად შერჩევითია ჩვენ ქვეყანაში უკვე ძალიან დიდი ხანია ჩანს კაფიოთ ჩვენ მხარეს პროტესტის მონაწილეების მხარეს უამრავი ადამიანი აბსოლუტურად ტყუილად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არის ტყვედ ფაქტობრივად გამოკეტილი და მეორე მხრიდან მიუხედავად ამდენი ძალადობისა რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან წამლადაც არავინ დასჯილა და გარდა იმისა, რაც იყო ამ პროტესტის საწყისი, 22 ნოემბრის განცხადება ირაკლი კობახიძის, რომლითაც მან ფაქტობრივად რაღაც შესავალი გაუკეთა ჩვენ საერთაშორისო იზოლაციას და რუსეთის წინაშე მარტო დარჩენას, უკვე ამ პროტესტს დაემატა ახალი მოთხოვნები, რომ ეს ჩვენი სინდისის პატიმრები უნდა დავიხსნათ ციხიდან და ეს პროტესტი 300 დღე გრძელდება და კიდევ მეთხანს გაგრძელდება, ანუ იქამდე სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. დღევანდელი დღე არის კრწანისის ბრძოლის დღე და დაემთხვა ამ 300 დღის წინააღმდეგობის იუბილესაც, თუ შეიძლება ასე ერქვას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა. და ამისი მაგალითი არის მთელი ჩვენი წარსული. შეიძლება რაღაცა ერთ კონკრეტულ დღეს, კრწანისის ბრძოლის დღეს დამარცხდე, მაგრამ შემთხვევით ჩვენ გმირობის მაგალითს ეს მიყვება საუკუნეები და რეალურად ეს არის რაზეც დგას ჩვენი ეროვნულობა და რაზეც ზოგადად არის ხოლმე ერის სიძლიერე დამოკიდებული მისი სულიერი სიძლიერე და რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, ცდილობს რომ ჩვენ ეს სულიერება გამოგვართვას, ბრძოლის უნარი გამოგვართვას, მაგალითები გმირობის გააუფასუროს, ანწუხელიძესთან მიმართებაში რაც რიტორიკაც არის აბსოლუტურად მიუღებელია და ემსახურება იმას, რომ ხალხმა დაკარგოს წმენა იმისთვის, რომ ბრძოლა შეიძლება მოყვეს გამარჯვება. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, სანამ არ იქნება გამარჯვება. ეს 300 დღეც ბრძოლა არის, უფრო დიდხანს თუ იქნება საჭირო, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ჩვენ არ წყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არ დავმარცხებულოთ. 300 დღის წინ, როდესაც ეს ბრიფინგი ჩაინიშნა და მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, მაინც შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს კონსტიტუციიდან ოფიციალური გასვლა. და მაშინ მახსოვს, რომ ეს ხმა ისე ჩამესმოდა, როგორც ომის გამოცხადების ხმა. და მაშინ იმ წამსვე ჩამოურეკე მეგობრებს, რაღაც ავიღე დროშა, ავიღე პლაკატი ხელში რაც მომხდო და გამოვიქეცი რუსთაველზე, იმიტომ რომ ეს იყო სრულიად გამაოგნებელი ფაქტი, მსგავსი მოვლენა, არ გვახსოვს, თქვათ უახლეს ისტორიაში, რომ ესეთი დემარში გაეკეთებინა ხელისუფლებას.